გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლ ხანუმას პრემიერა გაიმართა. სპექტაკლით თეატრმა საიუბილეო 180 სეზონი დაასრულა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებული ინტერპრეტაციით წარუდგინა. სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძეა, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი კი ანუ კაცქვიტინიძე. პროექტი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერის მხარდაჭერით განხორციელდა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო და მივულოცო სრულიად გრიბოედოვის თეატრს შესანიშნავი პრემიერა. დიდი მადლობა დამდგმელ რეჟისორს ბატონ ანდრო ენუქიძეს, მთელ დასს, თეატრის ხელმძღვანელობას. დღეს მაყურებელმა იხილა კლასიკური ქართული პიესის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია, ძალიან საინტერესო სცენოგრაფიით. ყველაზე რთული ამოცანაა გააკეთოს სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი ტოვის გულთბილი ღიმილით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ამოცანა შევასრულებთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაცინეთ მაყურებელი, ოღონდ ვაცინეთ არა საყრდონეულად, არამედ კეთილი გულით და კეთილი ღიმილით. არც თუ პირველი ხანუმაა ჩემი და ყველა ხანუმაა ჩემი, რომელიც დაიდგა არა მარტო საქართველოში, იყო ძალიან რთული სპექტაკლი, იმიტომ რომ ყველაზე რთული ამოცანაა კომედიის დათქმა. მიხარია რომ მოვახერხეთ და წარმატებით დასრულდა ჩვენი საპრემიერო ჩვენება. ამისთვის ძალიან ცოტა დრო გქონდა რომ მომზადებულიყავით, რადგან სულ რამდენიმე თვეა თვითონ რაც ხელმძღვანელობა შეიცვალა თეატრში სეზონი მინდოდა რომ დაგვეხურა აუცილებლად პრემიერით და ვფიქრობ რომ ჩვენი მხრიდან წარმატებით გავართვით თავი. ძალიან ვღელავდით ყველანი, არა მარტო მე, მთლიანი გუნდი, მსახიობები, რეჟისორი, ჩვენი დირექტორი, ყველანი ძალიან ნერვიულობდით, ვღელავდით, მაგრამ ეჭვიც არ გვევარებოდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რადგან ეს სპექტაკლი ხანუმა საერთოდ არის ძალიან ხალისიანი.